მეგობრებო, უნდა გაიგეთ ახლა ესეთი გაშლა. იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე. პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც პირადი ურთიერთობებისთვის, ასევე შეიძლება იყოს სამუშაო პარტნიორი, ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი ნაცნობი, მეგობარი, ახალი მეგობარი, მაგალითად, ახალი ნაცნობი, ახალი კონტაქტი, ვისიც გაინტერესებთ სანდოა თუ არა ეს პიროვნება. უფრო რასაკვირველია მოიაზრება პირადი პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ არ გამოირიცხება სხვა ადამიანის სანდოობაზეც რომ გაიგოთ ინფორმაცია, ამიტომ უყურეთ ბოლომდე და საერთო გაშლაში საჭირო ინფორმაციას ვფიქრობ, რომ მაინც მიიღებთ, თუმცა იდენტიფიკაციას ყოველთვის დააკვირდით ხოლმე, რამდენად თქვენია ეს გაშლა. იმიტომ რომ საერთო გაშლაში ყოველთვის არ მოქმედებს, კიდევ შეგახსენებთ და გამოწერილი ვისაც არ ყევართ და იცით რომ დამიბლოკეს წინა გვერდი, გამოიწერეთ ეს გვერდი, იმიტომ რომ სხვა გვერდი მე არ მაქვს და იმ გვერდში აღარ ვეღარ შევდივარ. ასე რომ შეგიძლიათ აქ მიკომენტაროთ და დამიწეროთ ხოლმე რა თემები გსურთ საერთო გაშლად რო იხილოთ, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენ თხოვნებს. ვინ არის თქვენი პარტნიორი? რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. ვინ არის თქვენი პარტნიორი? სტრესებშია, უძილობა აწუხებს, მარტოობაშია. მარტოობის კარტია, მე-9 მაღალი არკანი, გათვითცნობიერებული მარტოობა აქვს, შეიძლება არჩეული ახლა სოციუმისგან, სიშორე, შეიძლება წასულია სადღაც შორს, სალოცავად, მონასტერში, ასკეზაში, მარხვაში, ხშირად მარხულობს, მაგალითად შეიძლება რაღაც ერთგვარი სულიერების ამაღლების მომენტი აქვს, მარტოობა უნდა თქვენგან და საერთოდ გართობისგან 3,000-ით. ეს არის მეგობრებთან გართობა, დღესასწაულები, დაბადების დღეები, უბრალოდ ისეთი გართობის მომენტები, როცა პასუხისგებლობას არ იღებ შენ თავზე და სამეგობრო წრეში ერთობი თუ ქალებში ერთობი მაგალითად, გაშლა ორივე სქესისთვის არის. თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე მამაკაცებმა როგორც ყოველთვის. აი ამ ყველაფრისგან ჩაკეტილია. ახლა გათვითცნობიერება თვითონ აქვს აი ეს გზა არჩეული ერთგვარად, რაღაცას თავის თავს რაღაცაში ადანაშაულებს. რაღაცაში სინდისის ქენჯნას გრძნობს, უძილობაც აწუხებს ამასთან დაკავშირებით, ან იძინებს და ცუდი სიზმრით, კოშმარული სიზმრებით ეღვიძება და მერე ვეღარ იძინებს თუ მაგალითად რამე დამოწყნარებელი ან დასაზინებელი წამალი არ მიიღო. და ერთგვარად ფიქრებს ძალიან იხოს თავის თავზე, იმაზე მეტად ნერვიულობს ამ სიტუაციას, თუ თქვენ გეხებათ. თუ არის ამოდის კალოდის ძირში, ეს არის ძალიან დიდი დიდი ტრანსფორმაციის კარტიც, კიბორჩხალაც არის ამ კალოდაზე კონკრეტულად ნახეთ. მორიელი უკაცრავად. ერთგვარად რაღაცა ძალიან მორიელის ნაკბენივით აქვს ამ ადამიანს გულში და სულში ჩარჩენილი, არ ვიცი, ვიღაცამ ძალიან დაუმსხვრია ვარდისფერი სათვალეები ცხოვრებაში და ძალიან დიდი ტრაგედია იყო ერთგვარად მისთვის, შეიძლება ადამიანი ფიზიკურადაც გამოაკლდა მას, თავის სამეგობრო იქნება სანაცისა ოჯახის წევრი, ვინმე ისეთი ძალიან ძვირფასი რამაც მიიყვანა ერთგვარად დეპრესიულობის და მარტოობის და ამ ასკეზის გზაზე, აი ამ ლოცვის გზაზე ძალიან დიდ მარტოობაშია ახლა ეს ადამიანი და მარტოსულად გრძნობს თავის თავს. არც უნდა არავისთან კონტაქტი დიდად, სურვილი არ აქვს, საერთოდ გართობაზე თუ ვიტყვით, გართობის არანაირი სურვილი არ აქვს. ძალიან ღრმად იგრძნო ამ ადამიანმა ცხოვრებისეული აი ეს რაღაცა კივილის ელემენტები, რასაც ცხოვრება თითქმის უმეტესობისთვის გამოცდას ატარებს ხოლმე, მაგრამ ძიმედღებულობს აი ამ მომენტს, ძალიან ძნელია მისთვის ახლა ეს მომენტი გადალახოს და მიიღოს როგორც ცხოვრებისეული ერთგვარად რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, ბოდიში ტავტოლოგიისთვის. ძალიან ბევრი ეჭვები აქვს, ძალიან უნდობლობა აქვს ადამიანების მიმართ, საერთოდ გული აქვს ძალიან აცრუებული და გატეხილი სიტუაციაზე. თუ ატყობთ, რომ თქვენ პარტნიორს ეხება, გავიგოთ მაშინ სანდოა ეს პიროვნება თუ არა. საერთო გაშლაში იმას აღარ დავიწყებ მოყოლას, თავად აქვს სინდისის ქენჯნა თუ ვინმე მას მიაყენა ესეთი დიდი ტრაგიკული რთული მდგომარეობა, ძალიან. რთული მდგომარეობის თქმა არის ძალიან
არაფერი იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ადამიანი ახლა განიცდის, მინდა გითხრათ. სანდოა თუ არა ეს პიროვნება? თქვენთან მიმართებაში უგულისხმობ, გასაკვირველია თქვენზეა გაშლა და თქვენთან მიმართებაში რამდენად სანდოა იმას განვიხილავთ. ადამიანი ასკარად არის დისტანციებზე, შორს არის წასული, ან შესაძლებელია მანქანა ყავს და ხშირად უწევს გადაადგილება მანქანით, ასე ვთქვათ, სამუშაო ან ისეთ მომენტებში, რაც მის ცხოვრებისეულ ერთგვარად რიტმშია, რთულ მდგომარეობაშია, ეხლა აჩვენებენ 10-იან ჟეზლით ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს თავის თავზე აღებული და ძალიან ბევრი ტვირთი შეიძლება საოჯახო რაღაცა გადასახადებები იქნება, ვალები იქნება, ადამიანების პასუხისმგებლობა იქნება ოჯახის წევრების მიმართ, რაღაცა ვალდებულებები გადასახადების მიმართ, რის გამოც, ასე ვთქვათ, თლად ბოლომდე აი ასკეზაში ვერ ჯდება და ამიტომაც ერთგვარად უფრო რთულადაა მისი მდგომარეობა, რომ აი თავის თავთან ვერ რჩება ბოლომდე, თუნდაც ის 10 დღე სრულიად მარტოობაში, რაც მას ერთგვარად შეიძლება მკურნალობის პერიოდი იქნებოდა მისი სულიერებისთვის და წამალივით იქნებოდა, აი მთლად აი ამ რიტმში ვერ ჯდება, რაღაცეების გადალახვა უწევს, რაც ძალიან რთულია მისთვის. ეხლა არა აქვს კონცენტრირება აი ამ სამუშაო რეჟიმზე და აი ამ ვალდებულებებზე, მაგრამ ცხოვრების რიტმი, ასე ვთქვათ, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე მოდუნდეს და თავის მარტოობაში, თავის ნაჭრში დარჩეს და გაიაზროს, რა გააკეთა შეცდომით მან, ან რა გაუკეთეს შეცდომით მას. ადამიანი აჩვენებენ, რომ გამარჯვებული გამოდის, აი მის თავზე გადახტომით ყველა ვარიანტში იმას მაინც ახერხებს, რომ გამარჯვებულია და აი ამ პასუხისმგებლობებს, რომელიც ძალიან რთულად 10-იან ჟეზლით გამოსდის, მაგრამ წარმატებას აღწევს ყველა ვარიანტში. აი მიდი მოდით აი სამუშაო რეჟიმით, აი პასუხისმგებლობით, რაც მან უნდა გააკეთოს, წარმატებით გამოსდის მას ეს მდგომარეობა. რაც შეეხება სანდოობას, სანდო რამდენად არის და რამდენად არ არის, აჩვენებენ, რომ პრინციპში საშიშროება ამ ადამიანისგან რომ გითხრათ რა მეგელოდებათ აბსოლუტურად არა ვერაფერს ვერ ვიტყვი ადამიანი არის ლოცვაში კიდევ მეორე თავისი ემოციური ფონის დაბალანსებაში ნახეთ ეს არის მაღალი არკანი მე-14 თასიდან მეორე თასში ღრის იმ ემოციას და იმ წყალს წყალი არის ემოციური ფონი რაც მას არ ვიცი რა აკავშირებს სამუშაო რეჟიმი იქნება თუ ემოციური ფონი ემოციები აქვს ყველა ვარიანტში თქვენთან მიმართებაში და სულ ერთი ადამიანი ნამდვილად არ ხართ მისთვის ასე შემიძლია გითხრათ თუმცა უფრო აჩვენებენ რომ სამიან პენტაკლით ეს არის ახალი ურთიერთობა რომელშიც ადამიანი ცდილობს თავისი ძალიდან და თავის ხასიათის მდგომარეობით რამდენადაც შეუძლია შეისწავლოს ურთიერთობა თქვენთან შეიძლება ზოგისთვის სამუშაო რეჟიმი გაკავშირებთ ამ ადამიანთან სამიან პენტაკლით არ არის გამორიცხული და ეხლა სწავლობს თქვენ რა გიხარიათ, რა გეწყინებათ, რა გესიამოვნებათ, უნდა მას ამაში რომ ჩადოს თავისი რესურსი, ეს იქნება დრო, ფინანსი, სამუშაო რეჟიმი თუ პასუხის გაცემებით თქვენთან მიმართებაში მიწერ-მოწერას თუ ვიგულისხმობთ, ურთიერთობის აწყობა, დალაგება, თქვენი შესწავლა, ამ ურთიერთობიდან რა გამოვა, ამისთვის ადამიანი აშკარად 100 კი არა 200% მზად არის ამ კარტით, უბრალოდ დიდი ალბათობით ეს არის ახალი ურთიერთობა, სადაც ეხლა სწავლობს ადამიანი თქვენ პიროვნებას და ემოციურ ფონს ცდილობს რომ აი ეს ტრაგედია ნაკლებად აფიშირებული იყოს თქვენთვის და არ გაჩვენოთ რა უდუხს გულში ასე ვთქვათ და რა ტანჯვის პერიოდი აქვს მას ახლა სულიერი ამ ემოციის დაბალანსებას ცდილობს რომ აი რაღაცა ახალი ურთიერთობისთვის პაჟივით არის წარმოდგენილი იყოს მზად ახალი საწყისისთვის მის ცხოვრებაში გადადგას ნაბიჯი შუთის კარტით ეს არის 0 მაღალი არკანი ეს შეიძლება წარმოადგენდეს რომ მზაობისკენ უნდა მივიდეს იმ ადგილისკენ სადაც ახლიდან და ახლებურად დაიწყებს სხვა ადამიანთან ურთიერთობას ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ხართ თქვენ მზაობა უნდა რომ აი ჩამოყალიბდეს ემოციურად დაბალანსდეს იმისთვის რომ ახალი პერიოდი და ახალი თავგადასავალი დაიწყოს ცხოვრების თქვენთან ერთად ერთგულება ყველა ვარიანტში უნდა სანდო ნამდვილად არის თქვენთან მიმართებაში თუმცა რაღაცა ტკივილი აწუხებს თქვენთან თუ სხვასთან ამის გარკვევას აღარ გავიგებთ მიიღეთ